ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი არის თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით. მიხარია რომ აქვს შესაძლებლობა რომ მას ვესტუმრო პარლამენტში. ქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან, კომიტეტების წარმომადგენლებთან. ჩვენ გვაქვს საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანი არის ორივე ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის და ორივე ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება უსაფრთხო და მშვიდი გარემოს შენარჩუნებას, რაც დღეს გამოწვევა არის ჩვენი რეგიონისთვის და პარლამენტებს, საპარლამენტო დიპლომატიას აქვს რა თქმა უნდა გადამწყვეტი როლი აქვს. ასევე ეკონომიკურ განვითარებას შუა დერეფანი რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ზოგადად რეგიონისთვის, მე მგონი ამ დღეებში ბევრმა გააცნობიერა მას შემდეგ, რაც რუკას დახედა და აღმოაჩინა ფრენების გადამისამართება საით მოხდა. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მშვიდობას და მშვიდობიან განვითარებას აქვს პერსპექტივა, ხოლო სადაც არის ომი, სადაც არის ბუნდოვანი გარემო, იქ განვითარება რთულია. ამიტომ პარლამენტებს და ჩვენი ორი პარლამენტი ამ მხრივ თანამშრომლობას აპირებს და მესამე ეს გახლავთ რეგიონული თანამშრომლობა. ჩვენ 2 წლის წინ დავაინიცირეთ სამხრივი ფორმატი თურქეთ, საქართველო, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეების მონაწილეობით და პირველი შეხვედრა უნდა გამართულიყო 2023 წელს თურქეთში, თუმცა მაშინ მიწისძვრის გამო გადაიდო ეს შეხვედრა და ჩვენ შევთანხმდით, რომ წელს აუცილებლად გავმართოთ პირველი სამხრივი შეხვედრა პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე იქნება განხილული საპარლამენტო თანამშრომლობა რეგიონულ ჭრილში. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ორმხრივი თანამშრომლობა კომიტეტებს შორის ჩვენ სულ ცოტა ხანში უმასპინძლებთ თურქეთის პარლამენტის დელეგაციას, შემოდგომაზე დაგეგმილი არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის ვიზიტი თურქეთში, ასე რომ ეს ურთიერთობები, რომელიც მათ შორის ორ პარლამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ფუძნება, კიდევ უფრო გამყარდება. ბატონ შალვა, დავაზუსტებ, როგორც თქვენი მხრიდან, ასევე თურქეთის სპიკერის მხრიდან აქცენტი გაკეთდა სწორედ უსაფრთხოებაზე და იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი არის კავკასიის რეგიონში იყოს უსაფრთხოება და მშვიდობა უზრუნველყოფილი. ითქვა, რომ ხედვები გაიცვალა ამ მიმართულებით და პოზიციები უფრო მეტად რომ გითხრათ ამ მიმართულებით შეხვედრის დეტალთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ბოლო 3 წელია და ყველაზე გვიან 2022 წლის თებერვლიდან ფაქტია, რომ ის უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ჩამოყალიბებული იყო, იმ უსაფრთხოების არქიტექტურამ ვერ იმუშავა. არათუ წვიმიანი კონფლიქტების არიდება ვერ შეძლო ამ სისტემამ და ამისი მაგალითი საქართველოს არაერთხელ გამხდარა, არამედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომიც კი ვერ აერიდა თავიდან. ამიტომ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს რა უნდა გააკეთოს მას საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ სწორედ ჩვენი იმით, რომ ჩვენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვიღებდით ამ პროცესის განმავლობაში, შევძელით მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ზოგიერთი ჭყალებში კეთილმოსურნისთვის, დღეს საქართველოს ნანგრევებში იქნებოდა. ამიტომ იმის გააზრება, რომ ყველა სახელმწიფომ და ყველა ერმა უპირველეს ყოვლისა საკუთარი ინტერესები უნდა დააყენოს წინ და ეს ინტერესები ყველა ერის როგორც წესი ყოველთვის არის ერთი, რომ კონდეს მშვიდობა საკუთარ ტერიტორიაზე და კონდეს საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მაღალი ტემპი. ამ ინტერესების თანხვედრის ძიებაა საბოლოო ჯამში საპარლამენტო დიპლომატიის ნაწილიც და ამ მხრივ ჩვენ სულად თანხმდებით თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომ ჩვენი ერების ინტერესებით უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ინტერესით უნდა გადმივიღოთ გადაწყვეტილება. თემაზე კითხავთ, ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწია შეთანხმებას და ეს ეხება უვიზო მინუსთან დაკავშირებით მესამე ქვეყნებთან უვიზო მინუსის საკითხებს, მექანიზმებს, გადახედვის საკითხებს. ხშირად ჩვენთან მიმართებაში, საქართველოს მიმართებაში არის ამ საკითხზე საუბარი, არიან ქვეყნები, ლიდერები, რომლებიც აყენებენ ამ საკითხს, რომ შეუქმნათ
მოხდეს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია. ამ ჭრილში რა საფრთხეები არსებობს ახლა საქართველოს მიმართ და თქვენ ამბობთ, რომ უსამართლობა არის საქართველოს მიმართ ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადება. თქვენი პოზიცია ამ საკითხზე? გააჩნია როგორ შევხედავთ, თუ შევხედავთ, შევეცდებით რომ ობიექტურად გავაანალიზოთ რა გადაწყვეტილებები შეიძლება იქნას მიღებული, რა თქმა უნდა, არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ოდესაც ვინმეს საფუძველი კი არა, საბაბი ჭირდება, საბაბს ყოველთვის მოიძიებს. შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური და სამსახურები პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებით ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოსთან. დღემდე არ დაუსახელებიათ არც ერთი მუხლი ან საფუძველი, რომლის საფუძვლითაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ჩვეულებრივად ბრიუსელმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც რა თქმა უნდა არის არასათანადო ქცევა ორგანიზაციის. აქედან გამომდინარე რთულია განჭვრიტო წინასწარ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, მით უმეტეს როცა ხედავ პარტიულ პოლიტიკურ მიკერძოებებს და გარკვეულ მავნე მიზნებს საქართველოსთან დაკავშირებით ზოგიერთი ევროპელი სუბიექტის მხრიდან. კიდევ ერთხელ არანაირი საფუძველი არ არსებობს რაც შეეხება თვითნებობას და საბაბიძებნას, აქ ჩვენ რა თქმა უნდა სხვის თვითნებობაზე და არაკათესენის ექცევაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით უნდა გითხრათ, ჩვენ ნებისმიერ ხაზარაძის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ უნდა შეთანხმდეს ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე, თუმცა ამ შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ ხედავთ ოპოზიციის მხრიდან, ზოგადად მათ პერსპექტივაზე რომ გითხრათ, ბოლო პირების განმავლობაში განსაკუთრებით ქვეყნის განცხადებები ჩაერთვებიან თუ არ ჩაერთვებიან, როგორც მინიშნებები, რომ არჩევნებში ჩაერთვება, ეს ზოგადად კონტექსტიც რომ შევხედოთ, როგორ იქნება თქვენი შეფასება ამ ნაწილზე. ზოგადად ჩვენ ნახეთ, რომ იმ შემთხვევაშიც კი ზოგიერთი ამ რადიკალური ჯგუფიდან ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩაერთვებიან საარჩევნო კამპანიაში, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, მათი მიზანი არის არა ის, რომ ადგილზე მოსახლეობას რაიმე სიკეთე მიუტანონ, არამედ თავადაც წამოწდათ, რომ მათი მიზანი არის, რომ იქნებ სადმე რაღაც წარმატებას მიაღწიონ, რომ უფრო მეტი კრიზისი შექმნა. ეს არის ამოცანა დღეს იმ ნაწილისა რადიკალური ოპოზიციის, რომელიც ყოველ შემთხვევაში საჯაროდ აცხადებს, რომ ფიქრობს იმაზე მიიღოს თუ არა მონაწილეობა. ანუ ისინი, ვინც იმ შემთხვევაში თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, მიზანი არის, რომ რაიმენაირად კრიზისული სიტუაცია შექმნან, თუ მიიღებენ მონაწილეობას, აქაც მიზანი, გაცხადებული მიზანი აქვთ, რომ იქნებ სადმე წარმატებას მიაღწიონ, რომ მერე ამითი კრიზისი შექმნან ქვეყანაში. როდესაც ასე მავნებლობენ და საბოტაჟს უცხადებენ საკუთარ ქვეყანას, იქ სადაც ცხოვრობენ მათი ნათესავები, მათი ახლობლები, მათი გარემოცვა, ის ხალხი და საზოგადოება, სადაც ისინი გაიზარდნენ, რა თქმა უნდა, აქ სხვა ახსნა გარდა იმისა, რომ არიან გარედან მითითებები, შემსრულებები არ არსებობს. ამიტომ ჩვენ ერთ-ერთ ამის უნდა დავაკვირდეთ რა დაკვეთები მოდის და ამის მიხედვით გავშიფროთ ხოლმე მათი ნასაუბრები. იმიტომ ეს არ არის მათი გონის და ტოპ-ტვინის, ასე ვთქვათ, ნახარში და შედეგი, ეს არის გარედან მიღებული დავალების შედეგი. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით თუ ოცნება იმას დაწერს, მაშინ რაც მათ სურს, მაშინ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას რა მნიშვნელობა იქნება და აღნიშნული პოსტი გაიწია რა ირაკლი კუპრაძემაც. არის თუ არა, როგორ შეაფასებთ თქვენ ამას და არის თუ არა ეს საზოგადოებრივი განწყობების მოსუმჯვა იქნება? ფიქრობ, რომ ეს ადამიანი, მისი ორგანიზაცია მაგალითია თაღლითური სოციოლოგიური კვლევის კომპანიისა. პირდაპირ აცხადებს, რომ აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, აქვს პოლიტიკური მიზანი, მათ შორის აცხადებს თავის მხრიდან, როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის PR ტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფა და რაიმე შემდეგ კონდეს პრეტენზია, რაიმე ობიექტურ კვლევას ატარებს, ეს არის უბრალოდ უტიფარი თაღლითობა, ჩვეულებრივი თაღლითობაც არ არის, არის უტიფარი თაღლითობა. ასე რომ არ მგონია რაიმე ფასი კონდეს ადამიანს, რომელსაც აქვს ჩვეულებრივად პოლიტიკური დღის წესრიგი და ამ პოლიტიკურ დღის წესრიგს
არგებს არითმეტიკას და რიცხვებს. ბატონო შალო ჯინშაჰინის განცხადებაზე მინდა გითხოთ გიორგი ბაჩაშვილის დაკავებას დემოკრატიაზე დარჩმას უწოდებს, ასევე ამავე კონტექსტში ჯო უილსონის ჰელსინკის კომისიამ გააკეთა განცხადება, რომ გიორგი ბაჩაშვილის დაკავება ეს ნიშნავს დემოკრატიისთვის მებრძოლზე თავდასხმასო, თქვენი პასუხი რა იქნება? არის სკანდალია, მე მგონი, როდესაც ამერიკის კონგრესის წევრი ესარჩლება ფულის გამთეთრებელ მძიმე დანაშაულის ჩამდენ ადამიანს. ეს ხო აჩვენებს საერთო ჯამში იმ კრიზისს, რომელიც პოლიტიკურ ელიტაში არსებობს ამ ჯგუფის, კონგრესის ამ ჯგუფის. ასე რომ სხვა განცხადებების მსმენია ფულის გამთეთრებელს კი არა, წამების სისტემის შექმნა სააკაშვილოს ესარჩლებოდნენ, ასე რომ ვიცით ახლა ეს როგორ ასეთი განცხადებები სად იწერება, როგორ იგეგმება, როგორ ატოხორციელდება და რომ მავნე მიზნები აქვს ქართული ხალხის მიმართ, ესეც დიდი ხანია უკვე ნახა ჩვენ მოხარ. გერმანიასთან დაკავშირებით მოგეკითხოთ გამოძიების ფარგლებში რა შეკითხვა გქონდათ თქვენ ეს მიგდახარეს? მე როგორც მოქალაქეს მაინტერესებს ეს საკითხი. მე მაშინ არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ მქონდა და როგორც მოქალაქე ვაკვირდებოდი ამ პროცესს და მე მახსოვს მაშინ გახარია და მისი ასე ვთქვათ ის გუნდი ქემოკლიძეს და სხვებს გულისხმობ, როგორ ყელყელაობდნენ, რომ თურმე რაღაც საქართველოს შეძლო და რაღაც ტერიტორიები არ დათმო და ასე შემდეგ. არაფერი მე პირადად როგორც მოქალაქე არ ვიცოდი, რომ თურმე ტერიტორიები არ დათმო კი არა, 1,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია დღეს არ არის ცენტრალური ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ. ამაზე საუბრობს მოსახლეობაც, რომელსაც მათ ჩვენ საგამოძიებო კომისიაში მოусმენთ. ასე რომ მე ეს მაინტერესებს. მე არა როგორც პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის წევრს, არამედ როგორც მოქალაქეს მაინტერესებს. რა მიზნებით მოქმედებდა მაშინ გახარია, როდესაც აშკარა იყო, რომ ასეთი პროვოკაციული ნაბიჯებს მოყვებოდა კონტრნაბიჯები და ზუსტად ერთ-ერთში მიიღო ის კონტრნაბიჯი, რაც ძალიან ადვილად გამოსაცნობი იყო და რაზეც აფრთხილებდა როგორც აღმოჩნდა და ეხლა ირკვევა ეს ყველაფერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მან თავადაც კი დაადასტურა, რომ არ იყო ეს შეთანხმებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, თავად თუ გახსოვთ წინა გამოკითხვის დროს საგამოძიებო კომისიის ხდომაზე თქვა, რომ სხვა მოსაზრება ქონდა სუს და სხვა სტრუქტურებს და მან მაინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ უკაცრავად, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. ეს ის ხომ არ არის, რა ქვია, ნავთლუხი ხომ არ არის ან რაღაც ტერიტორია, რომელზეც შეიძლება შეასაკუთროს სამინისტრომ რაღაც დამოუკიდებლად გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ ჩვენ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ხედავთ ჩვენ, რომ წლებია ეფექტიანად მუშაობს და ამიტომ არის მათი მოსაზრება და მათი რეკომენდაცია გასათვალისწინებელი. მით უმეტეს რომ როგორც ჩანს და რა ვიცი ხა დეტალები კიდე ირკვევა, რომ იმდროინდელი პრემიერ-მინისტრისგანაც არ ჰქონდათ თანხმობა. ასე როდესაც ასე თვითნებურად და ერთპიროვნულად იქცევა მინისტრი, არ ათანხმებს არაფერს არც უსაფრთხოების სამსახურთან და პრემიერ-მინისტრთანაც როგორც ჩანს, რა თქმა უნდა აქ უკვე ეჭვები არის, რომ ესეთ თავხედობაზე ადამიანი ესე ადვილად არ წავიდოდა. როგორც ჩანს, აქაც გარკვეული მავნე იდეები და მიზნები იყო ჩადებული, რამაც ეს ნაბიჯი გადაადგმევინა. ასე რომ ფაქტი ერთი არის, რომ ტყუილი აღმოჩნდა ის, რასაც თავად ამბობდა, რომ თითქოს და დღემდე ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ეს იყო გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიის რაღაც ნაწილი კონტროლიდან არ გავიდა, სინამდვილეში ზუსტად ამ ნაბიჯიდან გამომდინარე ტერიტორიის ნაწილი დღეს ეფექტური კონტროლის ქვეშ არ არის. საგანშალო, ასევე მინდა გითხოთ გერმანიის საელჩოსთან დაკავშირებით თქვენს პოსტზე, რომელსაც გამოეხმაურა ეკატო ბახიძე, იონის ლექტორია საუბარი და დაწერა, რომ ანუ მიწვეული იყო ის თავად, ვერ მიდიოდა და სხვა დაგიანს თხოვე ჩვენს მაგივრად ჩაეტარებინაო. ესეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვიკითხავ. მე არაფერს არ ვედავები, არც სხვა დაგიანს და არც კობახიძეს, არც არას. მე ვედავები გერმანიის საელჩოს.
რომელიც შეხვედრაზე სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტს წარადგენს როგორც წარსულის გამააზრებელ ადამიანს. ეს ხო თვალში ნაცარის შეყრა არის. ხო ფაქტია, რომ იქ არა წარსულის გააზრებასთან გვექნებოდა საქმე, არამედ საქმე გვექნებოდა ტვინების გამორეცხვასთან. მით უმეტეს რომ ეს ადამიანი აი წარმოიდგინეთ ერთი რამე, ხვადაგიას რაც შეეხება, ხო? წარსულის გააზრებაზე უნდა ისაუბროს ადამიანმა, გერმანიის საელჩოს წარმოიდგინეთ ადამიანმა, რომელიც იმდენად ვერ იაზრებს წარსულს, რომ 2024 წელს ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიაში ჩაეწერა. ირაკლი ხვადაგიანი არის მაგალითი წარსულის ვერ გააზრების. 2024 წელს პარტიულ სიაში, ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიაში ჩაეწერება ადამიანი, იმან ისტორია საერთოდ არ იცის რა არის და ისტორიის გააზრება რა არის და როდესაც აი ასეთ ადამიანს შემდეგ გერმანიის საელჩო, რომელიც ზუსტად იცის საზოგადოების დამოკიდებულება ამ ადამიანის და ამ ორგანიზაციის მიმართ, ბოლოს სკანდალებიდან გამომდინარე, როდესაც საფრანგეთის საელჩომ ფული მისცა კანონის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე, ზუსტადაც იცოდა ვის მოკიდა ხელი და ვინ ყავდა იქ ექსპერტად, მაგრამ ასე უტიფრად, უხეშად იქცევა ასე გერმანიის საელჩო, რაც სამწუხარო არის. ახლა რა გააზრებაზეა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, როდესაც საუბარი არის გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ ისტორიის გააზრებასთან და გერმანიის საელჩომ თითქოს ამ მხრივ საქართველოს სჭირდება გერმანიის საელჩოს დახმარება გააზრებაში, დახედონ ბოლო არჩევნების შედეგებს გერმანიაში, დახედონ ფედერალური მიწების მიხედვით, დახედონ რომელ რეგიონში ვინ გაიმარჯვა და პირდაპირ დაინახავენ საზღვარს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის. აი ასე ვერ გაიაზრა თავად გერმანულმა საზოგადოებამ საკუთარი წარსული, რომ ეხლა საზოგადოება გერმანიის გაერთიანებიდან 35 წლის თავზეც კი გაყოფილი არის წარმოსახვითი საზღვრით, რომელიც ზუსტად მიყვება აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას. ამიტომ, როდესაც თავად საკუთარ ქვეყანაში ვერ შეძლეს ისტორიის გააზრება, გადააზრება, გადახარშვა და აი ეს შედეგები, რაც ამ არჩევნებზე იყო, ზუსტად ამაზე მეტყველებს, მე მგონი ცოტა თავმდაბლობა უნდა აჩვენოს ამ შემთხვევაში გერმანიის საელჩომ და არ ქონდეს იმის პრეტენზია, რომ გერმანიის საელჩოს დახმარება სჭირდება ქართველ ხალხს, რომ საკუთარი ისტორია გაიაზროს, რომელიც სხვათა შორის არ არის მხოლოდ რამდენიმე 10 წლეული. 1000 წლეულების ისტორია გაგვიაზრებია აქამდეც და როგორმე ჩვენ ისტორიას ჩვენ თვითონ თავად კარგად გავიაზრებთ დახმარებების და მით უმეტეს ასეთი მავნე დახმარებების გარეშე. ბატონ შავა, მინდა გითხოთ კიდევ ერთი შეკითხვა, რადიკალები და მათი თანამოაზრეები მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში ეძავდნენ მკვლელობის პროპაგანდას, ახლა მათი სამიზნე გახდა მათთვის არასასურველი მედია და იგივეს უსურვებენ, იგივეს გვისურვებენ, რაც ირანის სამაუწყებლო არხზე მოხდა ბომბის ჩამოგდებას გულისხმობს, როგორ შეგვიძლია. პრობლემა არის არა ამ აქტივისტებში, NGO-ებში თუ მათ შორის მედიის წარმომადგენლებში, პრობლემა არის იმაში, ვინც მათ ამ ზიზღის კამპანიას უკვეთავს. ჩვენ უნდა გავიხედოთ ამის უკან. ეს ჩვეულებრივი ინსტრუმენტები და მარიონეტები არის ზიზღის კამპანიის, ამ ზიზღის და სიძულვილის კამპანიის უკან დგას უცხოური ფული და პირდაპირ ვიცით წყაროები. ამ ზიზღის კამპანიის უკან დგას მათ შორის ბრიუსელიდან მომდინარე დაფინანსება, რომელზეც არაერთხელ მიუთითე მე ევროკავშირის ელჩს, ძალიან კარგად იცის, რომ ის რასაც ისაფინანსებს ეს ფული მიდის სიძულვილის ძალადობის და კამპანიებში და პროპაგანდაში, მაგრამ არაფერს არ აკეთებს. როცა არაფერს არ აკეთებს, ესე იგი თანამონაწილე ხარ ამ ყველაფერს. ამიტომ ყველა კითხვა დღეის იქით და ამ ხილებების შემდეგ სიძულვილის კამპანიასთან, პროპაგანდასთან, ზიზღის კამპანიასთან მიემართება უშუალოდ დონორებს. დონორი არის პასუხისმგებელი ამ იმაზე, რასაც აკეთებს მის მიერ დაფინანსებული NGO და ნურც ერთი დონორი შეეცდება, რომ გაქცევას ამ პასუხისმგებლობისგან. ეს არის მათი საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომ პასუხი აგონ იმ ფულზე, რომელიც რა შედეგი მოაქვს იმ ფულს, რომელსაც ისინი ხარჯავენ საქართველოში და რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობის
გაღვივებას მატჩი და შეგრძნების გაღვივებას მატჩი, რა თქმა უნდა, მე პირადად არ მოვეშვები და მანამ სადამ ისინი არ მოიქცევიან კეთილსინდისიერად და ფულს აქეთ-იქით კი არ გააბნევენ და შემდეგ იტყვიან, რომ შედეგზე ჩვენ პასუხისმგებელი არ ვართო. არამედ პასუხისმგებლობას აიღებენ საკუთარ ქცევაზე, როგორც ამას ეს უნდა გააკეთოს პასუხისმგებელმა დონორმა. სიზმრის კამპანიასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე ვიხილეთ სოციალურ ქსელში და ასევე ვნახეთ ქართული ოცნების საჩივარი ამ მიმართულებითაც ასევე მიმდინარეობს ყოველდღურად გამოკითხვები. დღეს ერთი აქტივისტი ანა სიბელიანის დაიკითხა თქვენი შეფასებით რამდენად პრეცედენტული იქნება, რა პრეცედენტი შექმნის და რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამ პროცესმა. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ის კულტურა, რომელიც ურთიერთობებში არსებობდა საქართველოში. ჩვენ უცხოური რაღაც ღირებულებების საფარ ქვეშ სინამდვილეში შემოგვაპარეს ზიზღი და გათიშვა. და ეს ჩანს კიდევაც ამ პროცესების ფონზე, როდესაც კიდევ ერთხელ ავტორები ამ თავდასხმებისა და ზიზღის კამპანიისა შეურაცხყოფისა და პირდაპირ ლანძღვისა, ესე იგი ადამიანის შეურაცხყოფის ლანძღვისა, ამ ყველაფრის ავტორები არიან უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანები, რომლის შესახებაც ახლა თვითონ დონორები ხმას არ იღებენ და ჩუმად არიან, ან ესარჩლებიან კიდევაც ზოგ რიგ შემთხვევაში ამ ადამიანებს. ასე რომ ჩვენ ამ პროცესით, რომელიც მიმდინარეობს ახლა სიძულვილის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკაში და საზოგადოებრივ დისკუსიის პლატფორმაზე, უნდა დავაბრუნოთ ქართული კულტურა და მოვიცილოთ ის გარედან თავსმოხვეული ზიზღის და სიძულვილის კულტურა, რომელიც დამკვიდრდა NGO-ების უცხოეთიდან დაფინანსების გზით. დიდი მადლობა.